ისტორია უნდა მოგიყვეთ, რაც ადრე მომიყვეს. ჩვენი მეგობარი ერია ებრაელები, 26 საუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს მათთან. ადრე ესენი ასე კომპაქტურად ცხოვრობდნენ საჩხერისკენ. და გვერდზე ყავდათ ქართველი ცხოვრობდა, მოკლედ მეზობელი. ამ ქართველმა გადაწყვიტა სადღაც წასვლა, კაი ხნით, დიდი ხნით რა. და თავის ეს სოფლის მეურნეობა დაუტოვა ამ მეზობელ ებრაელს. აქ შედიოდნენ ქათმები და რაღაცა ინდაურები და ესეთი რაღაცა ტიპის მეურნეობა, ასე ვთქვათ, მეფრინველეობა რა, ასე ვთქვათ, მცირე, რაც ახლა სოფლებში ქონდა და უთხრა დიდი ხნით მივდივარ. ხო, დამეხმარე, ეს შემინახე ეს ქათმები და ინდაურები რა. ესეთი რეალური ისტორია. კიო, რაზეაო, საუბარიო და მოკლედ ეს ქართველი წავიდა სახლი დაუტოვა, კარი დაუტოვა და ეს ქათმები და ინდაურები აიღო ამ ჭკვიანმა ებრაელმა და ხო იცი ძალიან ესეთი სპეციფიური ჭკვიანი ხალხია, ძალიან ჩვენი მეგობარი ერია და ეს ქათმები და ინდაურები გაყიდა და დაატრიალა ეს ფული ბიზნესში. რაღაც ამ ბიზნესით ფული იშოვა. შემდგომ ქართველი ჩამოვიდა, ისევე უყიდა ეს ინდაურები და ქათმები. რაც გაყიდა. ფული კი დარჩა ნაშოვი. ესე ხდება ხოლმე რა.